რომელიც ისმის და რომელიცაც ალბათ უნდა გავცეთ პასუხი არის შემდეგი. რატო გჭირდება მეტი ქალების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში? რატომ გჭირდება, რისთვის გჭირდება, რომ ყავდეს მეტი ლიდერი ქალი? ამ მხრივ მე დასაბუთებებს, რომელიც არის საზოგადოებაში, რომელსაც ხშირად წარმოადგენს ხოლმე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მაგრამ არა მარტო, დასაბუთებებს, რომელსაც თქვენ გაიგონებთ რადივის იმ საზოგადოებას, სადაც ქალები და მამაკაცები ერთად იყვნენ. შიდა წრეებმა, ულტრაკონსერვატიულმა და ექსტრემისტულმა წრეებმა მასის არაპატიეს და შესაბამისად ესეთი ქალი ლიდერების მომრავლება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლიდერი ეს არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ხედვა სახელმწიფოს უწყების ერთი ინსტიტუტის განვითარებასთან დაკავშირებით. ქალები საზოგადოებაში, როდესაც მონაწილეობენ მეტად, ბუნებრივია მათ მოაქვთ სხვა განსხვავებული პერსპექტივა. ამ ხედვებთან დაკავშირებით მათ მოაქვთ საკუთარი გამოცდილება, მათ მოაქვთ თანაგრძნობა და ბევრი ის თვისება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გქონდეს სახელმწიფოში, სახელმწიფო ინსტიტუტებში. ამიტომ კარგია რომ ჩვენ საუბარი ხშირად ვაწარმოოთ ამ თემაზე, ვაწარმოოთ იმაზე, რომ გქონდეს შესაძლებლობა და ისეთი გარემო პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს ბევრი მრავალი ქალი ლიდერების შექმნას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების დასწრება, როგორიცაა თავდაცვის სამინისტროს მიერ გამართული საჯარო ლექციები, რომელსაც დღეს ხელმძღვანელობს ქალბატონი ანა დოლიძე. თემა შეეხება უშუალოდ ქალ ლიდერებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა 21 საუკუნეში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორც საქართველოა, ვინაიდან კარგად მოგახსენებათ და კარგად ვიცით ყველამ, რომ საქართველოში 50%-ზე მეტი უმრავლესობა გახლავთ ქალბატონები. შესაბამისად იმისთვის, რომ გადაწყვეტილება ჩაითვალოს ნებისმიერ ქვეყანაში სწორად მიღებულად, ქალბატონების აზრით უნდა იყოს გათვალისწინებული. შესაბამისად, ქალი ლიდერის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ საზოგადოებაში და იმისთვის, რომ ჩვენ წამოვწიოთ ქალბატონების როლი ჩვენს ქვეყანაში, ამისთვის საჭიროა მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ, მეტი სტიმული, мотиваცია გავუჩინოთ. ამისთვის საჭიროა ესეთი საჯარო ლექციების ჩატარება, კონფერენციები და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უშუალოდ სამინისტროს ქალბატონ ანას, რომ ამის საშუალებას გვაძლევს.